გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ქართულ ველობლოგს და ეს ვიდეო არის მათთვის, ვისაც ქალაქში ველოსიპედით უნდა მოძრაობა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია სხვადასხვა გავრცელებული აზრის გამო, იმიტომ რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია, თბილისში მოძრაობა უსაფრთხო არ არის და ასე შემდეგ. მოდი გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ ნამდვილად ეგრეა საქმე თუ არა. პირველი რაც მინდა ვთქვა, მოძრაობის წესების მიხედვით, ქალაქში ველოსიპედით სიარული ნებადართულია 14 წლის ასაკიდან. ქართული კანონმდებლობით ველოსიპედით სიარულს არ ჭირდება მართვის მოწმობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიცოდეთ საგზაო მოძრაობის წესები. წესებს დალაგებულად არ გავყვები, თემატურად რასაც მოიტანს სიტყვა, იმის მიხედვით მივყვები და ხა მაგალითად ზებრას მივახლოვდით, ამიტომ ზებრის თემას შევეხები. ორნაირი გადასასვლელი არსებობს ქვეითთა და ველოსიპედისტთა. ქვეითთა გადასასვლელზე ველოსიპედით გადასვლა არ შეიძლება. თუ დააპირებ, უნდა ჩამოქვეითდე და ისე გადახვიდე. მოძრაობის წესების მიხედვით, სადაც ველობილიკი არ არის, იქ უფლება გაქვს იმოძრაო გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ნაპირში და ავტობუსის ზოლებში თბილისში ნებადართულია ველოსიპედის მოძრაობაც. სპეციალური ნახაზებიც არის, ყველგან არ არის სამწუხაროდ მინიშნება გაკეთებული, მაგრამ აგერ ხედავთ, გავუარეთ ახლა. ეს ალბათ საღებავის დაზოგვის მიზნით არის ესე, თორემ რეალურად ზოლი საიდანაც მოდის, იქიდან მთელი ზოლის დასასრულამდე უფლება გაქვს ველოსიპედით იმოძრავა. ხა ჩვენ თამარაშვილის ქუჩაზე აღმართზე მივდივართ, ამიტომაც ასეთ ადგილებში ავტობუსი რო არ დატანჯოს, სასურველია რაც შეიძლება ნაპირში იმოძრავ, რომ ასაქცევი გქონდეს. რაც შეეხება აღმართებზე სიარულს და რელიეფს, კი ბატონო, თბილისი მთაგორიანი ქალაქია, მაგრამ თანამედროვე ველოსიპედისტვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მშვენივრად მოძრაობს ნებისმიერ რელიეფზე, დაბალ სიჩქარეებში ჩააგდებ, მიგიყვანს სადაც გინდა, როგორც გინდა. თავარი არის იცოდე სიჩქარეების სწორად გამოყენება. ამაზე ცალკე ვიდეო მაქვს მე ჩაწერილი არხზე. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ბმული. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ. თუ თქვენ სიჩქარეების გადართვას სწორად აითვისებთ, ამ შემთხვევაში ნებისმიერი აღმართი თქვენთვის აღარ იქნება დავრკოლება. ეს არის ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის და ველოსიპედისთვის. აგერ ორმხრივია, ორივე მხარეს ისრებით არის მინიშნებული. ასეთ ზებრა გადასასვლელზე ჩამოუქვეითებლად შეგიძლია გაიარო. ჩვეულებრივი ამ წითელ-თეთრიანი ზებრისგან განსხვავდება იმით, რომ გვერდებზე აქვს მხოლოდ წვეტილი ხაზები. აგერ კიდევ ერთი და ჩვენთან ასეთი ზებრა გადასასვლელები გამოიყენება ორბორბლიანი ტრანსპორტის გზასთან გადაკვეთის შემთხვევაში. კლასიკური მაგალითი ქვეითების და ველოსიპედის გადასასვლელისა. მარცხენა მხარეს არის ქვეითების გადასასვლელი, მარჯვენა მხარეს ველოსიპედის. იქ სადაც ველობილიკი ქვეითების ტროტუარის გვერდზეა, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიმოძრავოთ. აღსანიშნავია, რომ ქვეითებს
ქართული კანონმდებლობის მიხედვით უფლება აქვთ ველობილიკზე იმოძრაონ იმ შემთხვევაში თუ არ აფერხებენ მოძრაობას. ეს ცოტა ისეთი მრავალაზროვანი პუნქტია. ქვეითი ნებისმიერ შემთხვევაში აფერხებს ველოსიპედის მოძრაობას, იმიტომ რომ ველოსიპედი ქვეითზე ბევრად სწრაფია, მაგრამ ნუ აი რას იზამი. ხო და რას ვამბობდი? ხო, ქვეითი ველოსიპედზე ბევრად ნელია, ველოსიპედი ქვეითზე ბევრად სწრაფია, ამიტომ მათი ერთ სივრცეში მოძრაობა უსაფრთხო არ არის. მაგრამ ველოსიპედისტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, სადაც ქვეითები არიან და უნდა იმოძრაოს შეძლების დაგვარად ნელა. რომ თავიდან აიცილოს შეჯახება. იმიტომ რომ ქვეითებს ახასიათებთ არაპროგნოზირებადი მოძრაობა. შეიძლება მყისიერად გაჩერდეს, შემოგიტრიალდეს ან საპირისპირო მხარეს გააგრძელოს მოძრაობა, გვერდზე გადაგას ნაბიჯი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უკნიდან რომ უახლოვდები ქვეითს, არასოდეს არ იცი რას გააკეთებს, განსაკუთრებით ბავშვი. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდო რა. ჩვენ ხო არავინ არ გავდივართ ქუჩაში ვიღაცის დასასახიჩრებლად, დასამტვრევად ან მოსაკლავად. ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე მშვიდობიანად მივახცოთ, ხო? მეტი სხვა ხო არაფერი არ გვინდა. როცა ველოსიპედით მოძრაობ გზაზე, სადაც მარჯვნივ არის შესახვევი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და მაგ შემთხვევაში მანქანასთან აჯობებს, რომ პარალელურად არ იმოძრაო, მანქანის გვერდში არ იმოძრაო, გულისხმობ. აჯობებს წინ გაუშვა, ცოტა უკან გაყვე დისტანციით, ან შენ წახვიდე წინ თუ გაქვს მაგის საშუალება და სიჩქარე, იმიტომ რომ მანქანების უმეტესობა მოხვევის მანიშნებლებს არ თავენ ხოლმე და აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ დაგინახოს მის გვერდში თუ ხარ, მოუხვიოს ფესიერად და მოგაყოლოს მანქანის ქვეშ ან დაგეჯახოს. ასეთ შემთხვევები ხშირად მომხდარა, მათ შორის მომხდარა ჭავჭავაძის გამზირზეც და რამდენიმე ველომოყვარულიც ჩიოდა სხვადასხვა სოцჯგუფებში. აი ესე მოუხვია მანქანამ, არ გამითვალისწინა და დამეჯახაო. არ გაგითვალისწინა კი არა, დიდი ალბათობით ვერ დაგინახა, თორე რო დაენახე, არავის არ აწყობს უსიამოვნება, მით უმეტეს ველოსიპედისტის დაზიანება, იმიტომ რომ ჩვენ ხო მანქანაში არ ვზივართ და დაცულები არ ვართ, ხო? აქედან გამომდინარე შეჯახებისას უფრო მეტად ვზარალდებით, ვიდრე ძღოლი ან მანქანა. და ვის უნდა ეხა შარი და ვის უნდა შენი დაზიანება, არავის არ ჭირდება, ეგ კაც თავის გზაზე მიდის, აქედან გამომდინარე ერთმანეთს უნდა გაუთხილდეთ, ანგარიში უნდა გაუწევთ რა. ნუ ფაქტია, რომ მანქანის ძღოლებს ძალიან შეზღუდული აქვთ ხილვადობა, არის ბრმა ზონები, მარტო სარკე არაფერს არ შველის, ძალიან კი უადვილებს საქმეს სარკე და უმსუბუქებს, მაგრამ ბოლომდე გამოსავალი ნამდვილად არ არის, აქედან გამომდინარე იმის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რომ ძღოლმა დაგინახა თუ ვერ დაგინახა და იმ ძღოლის იმედზე არ უნდა იყო. უნდა გათვალოთ წინასწარ ყველა რისკი, ყველა საფრთხე. ეს ყველაფერი თავიდან შეიძლება რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე გამოცდილებასთან ერთად მოვა. თავარია სანამ ამ გამოცდილებას შეიძენ, იქამდე მიაღწიო ცოცხალმა და უვნებელმა. რომ მიაღწიო, ამიტომ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყო. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი დაუცველია მანქანასთან შედარებით, იმიტომ რომ შენ ჰაერში ხარ და არანაირი დამცავი საშუალებები არ გაქვს. ისეთი ძლიერი დამცავი, როგორც მანქანის კორპუსია თუნდაც. აქედან გამომდინარე, შენვე უნდა იზრუნო შენ თავზე უფრო მეტად და გამოიჩინო მეტი ყურადღება და სიფრთხილე. მოძრაობის წესების მიხედვით, სადაც ველობილიკია, იქ მანქანის სამოძრაო ზოლში, ან გინდაც ავტობუსის ზოლში მოძრაობა აკრძალული აქვს. თუ არის ველობილიკი, უნდა იმოძრაო ველობილიკზე. სადაც ველობილიკი არ არის, იქ წეღანაც თქვი უნდა ვიმოძრაოთ
გზის სავალ ნაწილის ყველაზე მარჯვენა ნაპირში. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი. თუ გზის მარჯვენა ნაპირში მანქანებია დაპარკინგებული, აჯობებს გზის შუაში იმოძრაო იმავე ზოლში. აი დაახლოებით ისეთ მანძილზე, რომ კარი არავინ არ გაგიღოს. რომ ხშირია გზავრის მხრიდან, ნუ ეხლა მძღოლები მაინც იყურებიან სარკეში ძირითადად. მაგრამ გზავრები ვერაცნობიერებენ რისკებს, კარს პირდაპირ აღებენ. აქედან გამომდინარე არის შანსი, რომ პირდაპირ შენ რომ მოძრაობ, იმ დროს გამოგიღოს რომელიმე მგზავრმა მძღოლმაც კარი და ეს კარი თუ შეგეჯახება შენ ან მაგრად დაგამტროს, ან გადაგაგდებს გზის სავალ ნაწილის მარცხენა მხარეს, სადაც მანქანები მოძრაობენ და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან დისტანციას თითქმის არავინ არ იცავს და წარმოიდგინე ახლა შენ რომ გადაგაგდებს იმის ქვეშ ზუსტად ვერანაირად ვერ მოასწრებს დამოხრუჭებას, აქედან გამომდინარე ხდები მანქანის ქვეშ და იღუპები უმეტეს შემთხვევაში. ასეთ შემთხვევები ძალიან ხშირად სიკვდილით თავდება ხოლმე. ამიტომ შენი და სხვის ამ შემთხვევაში მანქანის ძღოლის გაუბედურებას აჯობებს დისტანცია დაიცვა მარჯვნივ დაპარკინგებული მანქანებისგან და ისეთი მანძილით ჩაუარო, რომ იმან კარის გაღება თავისუფლად შეძლოს და ეს გაღებული კარი შენ არ მოხდეს. ნუ წითელზე რომ უნდა გაჩერდე და მწვანეზე რომ უნდა გახვიდე, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. თუნდაც ცარიელი იყოს ქუჩა, არასოდეს არ იცი რა დროს რა მოხდება და თან აქ როგორი რაღაცა იცი, ეს ყველაფერი ინსტინქტების და რეფლექსების დონეზე ჯდება დროთა განმავლობაში, ჩვევათ იქცევა რა, იგივე თქვა, ხო და შენ თუ მიაჩვევ შენ თავს დარღვევებს, ისეთ მომენტში შეიძლება დაარღვიო, რომ სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს შენთვის. ჩვენი საზოგადოება დღეს რომ არ ღვევს მაქსიმალურად წესებს და გზაზე მართლა ცუდი სიტუაცია რო არის, ზუსტად იმის ბრალია, რომ მიგვაჩვიეს დარღვევებს. და უკვე იმდენად ვართ მიჩვეულები, რომ ვერც კი ვარცნობიერებთ, რამდენად ძიმე დარღვევას ჩადივართ ხანდახან. რა მოხდაო აი დღეს ადამიან რა დავაშავე ხა ისეთიო? უბრალოდ უწყვეტი ხაზი გადავკვეთე, უბრალოდ წითელზე გავიარე, დიდი ამბავი მერეო. აი ეგეთი თემაა რა მოხდა. იმიტომაც არის ჩვენთან ამდენი ავარიები, უბედური შემთხვევები და ამდენი მსხვერპლი. თორემ ცუდი ხალხი ნამდვილად არ ვართ. უბრალოდ დარღვევა ნორმაა და აი ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს ამას ჩვენთვის. როცა ავტობუსის გასჩერებას უახლოვდები, სასურველია არ ჩაუვარო მარჯვნიდან გვერდში, იმიტომ რომ მანდ არის კარის გაღების მომენტი, რისკი ნებისმიერ დროს, შეგიძლება ნებისმიერ მგზავრმა კარი გაგყოს. საცადე ჩამოსვლა, ასვლა, მერე გააგრძელე გზა. ეს ნახევარი წუთი რაც უნდა გაჩერდე ავტობუსის უკან ან თუნდაც ერთი წუთი არაფერს არ გიწყვეტავს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მაინც ავტობუსზე სწრაფად მიხვალ, სადაც მიდიხარ, მაინც მანქანაზე სწრაფად მიხვალ დღევანდელ დატვირთულ მოძრაობაში, აქედან გამომდინარე გაუაზრებელი სრულწლაფობა არაფერს კარგს არ მოგიტანს. სიმართლე რომ გითხრათ, არც მეგონა ეს თუ ასახსნელი იქნებოდა, მაგრამ რასაც ვაკვირდები ძალიან ხშირად გაჩერებასთან გაჩერებულ ავტობუსს მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით უქცევენ გვერდს. ნუ ველოსიპედები უფრო ნაკლებად ძირითადად ეს ეხება სკროლებს, ანუ თვითგორიებს, ელექტროს. საერთოდ ძალიან მიკვირს როგორ მოძრაობს ეს ხალხი და აქამდე როგორ არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილი როგორ არის, იმიტომ რომ ისე არაადეკვატურად მოძრაობენ გინდ გზებზე, გინდ ტროტუარზე, რომ მართლა საკვირველია როგორ მოატანეს ცოცხლებმა. ძალიან სახიფათოა რა. ყველას გონია რომ მე არ დამემართება, მაგრამ შემთხვევა ერთხელ ყველასთვის ხდება. და არავინ არ ვართ არაფრისგან დაზღვეული, ამიტომ ჯობია რომ ყოველთვის ხილად ვიმოძრაოთ.
საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით ველოსიპედს ეკრძალება მარცხნივ მოხვევა იქ, სადაც ერთზე მეტი ზოლია მოძრაობის მიმართულებით. რას ნიშნავს ეს? აი ხა მაგალითად აი აქეთ მოვდივართ ხო ესე. მარცხნივ ჩახვევა ნებადართული რო იყოს, ჩვენ ვერ ჩავუხოთ. თუ მოგვინდება ჩახვევა, მაშინ უნდა ვისარგებლოთ უახლოესი ქვეითის გადასასვლელით, რომ გადავიდეთ გზის მარცხენა მხარეს და ისე ჩავუხვიოთ ქვევით. პირდაპირ გადავკვეთოთ, რამდენიმე ზოლი გადავაჭრათ და გადავუხვიოთ, ეგრე არ ხდება. ამას თავისი მიზეზიც აქვს, ველოსიპედი მანქანასთან შედარებით ბევრად ნელი ტრანსპორტია, თუნდაც ელექტრო ავიღოთ, აქედან გამომდინარე მანქანების ზოლებში სწრაფი მანევრირება ველოსიპედისტვის არ არის რეკომენდირებული. მოხვევისას ველოსიპედისტმა აუცილებლად უნდა ანიშნოს ხელით, რომელ მხარესაც უხვევს, იქ მხარეს უნდა გაიშვიროს ხელი, მაგრამ მე მაქვს მოხვევის მანიშნებლები და ეს ბევრად კომფორტულია, იმიტომ რომ ორივე ხელი საჭეზე მაქვს, იმის მაგერად ვაკეთქით ვიქნიო. და ბევრად უფრო კომფორტულია მოძრაობა, იმიტომ რომ სრულად ვაკონტროლებ მუხრუჭებსაც და საჭესაც. აი ახლა მარშრუტკა ვიცით რომ მოდის და უნდა შემოვიდეს გაჩერებაზე, ამიტომ გზას უთმობთ რა. საავარიო სიტუაცია არ უნდა შევქმნათ, გასათვალისწინებელია რომ ტრანსპორტის ძღოლს ძალიან დიდი რისკები აქვს, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის გზაზე მოძრაობისას, მით უმეტეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ტაქსის ძღოლი, რომელიც მუდმივად გზაზეა მთელი დღის განმავლობაში ძალიან იღლებიან, ამიტომ ახლა ზედმეტი პრობლემა სასურველია, რომ ჩვენც არ დავამატოთ. გაატარებ, რამდენიმე წამს მოითმენ, გააგრძელებ მოძრაობას რა. შენც უსაფრთხოდ ხარ ისიც. ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ერთმანეთის ნერვებსაც უნდა მოუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში ესეთი ბრაზიანი და აგრესიულები აღარ ვიქნებით, როგორებიც ახლა ვართ და ბევრად უკეთესი ცხოვრება გვექნება დამიჯერეთ. აღმართების თემას რო დაუბრუნდეთ, ქალაქში ზოგს ძალიან უჭირს მიუხედავად იმისა სიჩქარებს სწორად იყენებს თუ არა აღმართებზე ასვლა მაინც. აქედან გამომდინარე, თუ მაინც გინდა ველოსიპედით იმოძრაო, იმისთვის რომ სახლში ან სამსახურში მიხვიდე დროულად, შეუფერხებლად, შეგიძლია ელექტროველოსიპედი შეიძინო. ან ჩვეულებრივი ველოსიპედი გადააკეთო ელექტროდ. ცხადია გადაკეთება ბევრად იაფიჯდება ქარხნული ახლის შეძენაზე. მე მაგალითად ჩემი სამთო ველოსიპედი მაქვს გადაკეთებული ელექტროდ. ვოლტობაიკმა გადამიკეთა და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ მესამე წელია უკვე ამ ველოსიპედით მოძრაობ. გზაში არსად არასოდეს არ დავუტოვები ვარ.
ერთადერთი წვიმაში და ტალახში არ გამოვდივარ ხოლმე, დანარჩენი ნებისმიერ დროს. მათ შორის ქარშიც მშვენივრად მოძრაობს. აი ხა ბარათაშვილის აღმართზე ვისი ამოვედი, საერთოდ ვერ იგრძნო ველოსიპედმა ვერც მე. სხვათა შორის ელექტროველოსიპედის დამსახურებით ცინცაძის ქუჩიდან ყოფილი საბურთალოს ქუჩა 300 არაგველებამდე სულ რაღაცა 10-15 წუთი მინდა ხოლმე რა. აი ხა მაგალითად შემეძლო გამევლო, მაგრამ ეს რამდენიმე წამი არაფერს არ მაძლევდა. ამიტომ გავატარე და გავაგრძელე გზა. რატომ? იმიტომ რომ მანქანისთვის ბევრად რთულია ნაკადში შესვლა. ყოველთვის არ უთმობენ გზას. ყველა უნდა დადგეს, ჩაკეტოს ავტობუსის ზოლი. როცა შეგიძლია შეუშვა, უნდა შეუშვა. ამით შენ არაფერს არ წააგებ, სამაგეროთ ის აიცილებს თავიდან დიდი ხნის განმავლობაში იგდგომას და ისედაც ბევრ დროს კარგავენ. და ეს დრო რო არ დააკარგინო, ამით შეიძლება ისე რომ ვერც მიხვდეს, პატარა შეღავაც გაუკეთებ. ასეთ შეღავათებისგან შედგება ნორმალური ცხოვრება. საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით ველოსიპედს ეკრძალება მარცხნივ მოხვევა იქ, სადაც ერთ ძოლზე მეტი. აი ხა რაც მე გავაკეთე, ეგრე არ შეიძლება. იქით არის სპეციალური გასასვლელი და ველოსიპედისთვის ბილიკი, რითიც შეგიძლია ბარათაშვილის დაღმართს შემოუერთდე. როცა ესეთ გზაზე მიდიხარ და სიჩქარე დაახლოებით ისეთივე გაქვს, როგორც მანქანების ნაკადს აქვს, სასურველია ნაპირის ნაცვლად იმოძრაო გზის შუაში. რატო? იმიტომ რომ ზოლის შუაში. რატო? იმიტომ რომ ვიღაცამ იმ პატარა ადგილში არ მოიფიქროს შენსავე ზოლში გასწრება. ნუ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შენ 40 საათილო ან იმან რაღაცას და ერთმანეთს მძიმე საავარიო სიტუაცია შევუქმნათ. მოდი. აქედან გამომდინარე ყოველთვის ჯობია იფიქრო ადამიანმა იმაზე რა არის უსაფრთხო, იმიტომ რომ ხანდახან წესების დაცვამაც შეიძლება საფრთხე მოგვიტანოს. არის მომენტები, როცა სიტუაციის მიხედვით ჯობია იმოქმედო. ასევე იქ, სადაც გზის საფარი დაზიანებულია ნაპირში, ასეთი რამე ძალიან ხშირად ხდება. სასურველია იმ დაზიანებულ ზედაპირზე არ იმოძრავო იმისთვის, რომ აიცილო საავარიო სიტუაცია.
დღევანდელი გასვლა ერთგვარი სატესტო ჩაწერაც არის. ქარია როგორც ხედავთ. ნუ ალბათ გესმით როგორი ქარია, ხო? ელექტროველოსიპედი ესეთ ქარში მშვენივრად მოძრაობს. არანაირი პრობლემა არ აქვს. ეხლა უახლოვდებით სანაპიროს ველობილიგზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილს. ნუ საშიში რა პონჩი თუ წესებს დაიცავ. ეხლა ეს შემოვარდა პირდაპირ საპირისპიროდან, სულ არ უყურებენ არაფერს. მოძრაობენ საკითხად. აი უყურეთ. აი აქედან მოდიან მანქანები, უნდა გაჩერდე, შეხედო, მოდის თუ არა რამე და მერე გააგრძელო ველობილიგზე გასვლა. პირდაპირ გიჟივით არ უნდა გავარდე, იმიტომ რომ სანაპიროა, აქ მანქანები ჩქარა მოძრაობენ, უმეტესობა დაშვებულზე სწრაფათაც და მოსახვევია, ხილვადობა პატარაა. მანქანა, რომელიც 50-100 მეტრს გადის წამში, იმისთვის დრო აღარ რჩება, რომ შეგამჩნიოს და მოასწროს დამუხრუჭება. აქედან გამომდინარე, ჯობს რამდენიმე წამი შეყოვდე, გაიხედო, რო დაინახავ, რომ შენ ზოლში არაფერი არ მოდის, მაშინ გამოხვიდე ველობილიგზე. აი ამბობენ, რომ თბილისში მოძრაობა არის აუტანელი, საშინელი, იმიტომ რომ მანქანები ძალიან ცუდად მოძრაობენ, ყველა არღვევენ. სინამდვილეში გულზე ხელი რომ დავიდოთ და ვთქვათ, მანქანების გამო არ არის ესეთ საშინელი მოძრაობა. პრობლემა არის ადამიანებში. დასაწყისშივე ვთქვი, ვიდეოს დასაწყისში ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ დარღვევებს, ნორმა გონია და ფაქტიურად ჩვენთან ყველა ცხოვრობს ისე, ვისაც როგორ გაუვა ან გამოუვა. ძალიან ხშირად არღვევენ წესებს ქვეითებიც, არღვევენ ორბორბლიანი ტრანსპორტის ძღოლებიც, არღვევენ ოთხბორბლიანი ტრანსპორტის ძღოლებიც. ასე ერთმანეთისკენ თითის გაშვერა არაფერს არ მოიტანს, შედეგი არ ექნება. ადამიანზე რო ამბობ რაღაცას, ის თავდაცვის რეჟიმში გადადის, სულ არ აინტერესებს მაგ დროს ვინ არის მართალი, ვინ არის მწვანე, მთავარია თავი როგორმე გაიმართლოს და აქედან გამომდინარე არაფერს არ ეშველება მაგით. თუ გვინდა რომ მოგწესრიგდეს მოძრაობა და რაღაცას დაემსგავსოს, ადამიანურად, ნორმალურად ვიცხოვროთ, ყველამ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და ჩვენი წილი წესრიგი უნდა დავიცვათ. დამრღვევებს რაც შეეხება, დამრღვევებს მიხედოს კანონმა და სამართალდამცველებმა. და თუ კანონი არ კანონობს და მტყუანმართალი არც ერთ დონეზე არ ირჩევა, მაშინ უნდა მოვითხოვოთ სისტემა, რომელიც მტყუანმართალს გაარჩევს. იმიტომ რომ ადამიანებს ნაკლებად გვაქვს საკუთარი შეცდომების დანახვის და აღიარების უნარი, ყოველთვის არის საჭირო რაღაცა ან ვიღაცა მესამე გარე, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და ის მიუჩენს ყველას თავის ადგილს, მტყუანსაც და მართალსაც. აი ავტობუსის გაჩერებას მიუახლოვდით, გავჩერდით, გავატარეთ და მერე გავაგრძელეთ გზა. ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი, იმიტომ რომ გზავრი თუ ჩამოდის, მაგ დროს რომ მარჯვნიდან ჩაუვარო, აუცილებლად დაამტვრევ იმ ადამიანს. ორბორბლიანი ტრანსპორტით მოძრაობისას იმხელა უპირატესობა გაქვს
განარჩენებთან დროში, რომ ნამდვილად შეგიძლია რამდენიმე წამი ან წუთი გაიმეტო იმისთვის, რომ გაატარო ვიღაც და გზა დაუწყო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, წინ საცობია, სადღაც 100 მეტრში მიდიხარ, მანქანა უკნიდან გისიგნალებს, იჭაჭება, კვდება, უნდა რომ გავიდეს ადექი და გაატარე რა. თუ ვერ ხვდება 100 მეტრში მაინც იქ მოუწევს დგომა, შენ ვერაფრით ვერ გააგებინე. გაატარე, მივიდეს, გაჩერდეს. და იქ უკვე თვითონვე მიხვდება რა. ის დადგება შენ ჩაული. ამით შენ არაფერს არ კარგავ. საერთოდ თემა მოიტანა და გზაზე ჯიბრი არის სრული უაზრობა. ჯიბრი და მასწავლებლობა. როგორი მართალიც არ უნდა იყო, ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, ადრე თუ გვიან შენც დაუშვებ, შეიძლება ვერც მიხვდე ისე. აქედან გამომდინარე, სხვისთვის არ პატიება გზაზე, მაგრამ ჭკუის სწავლება იმისთვის, რომ დაარღვია, არის არასწორი საქციელი. არასწორთან ერთად ძალიან საშიშიც არის, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ საავარიო სიტუაცია შექმნა, რომ ან შენ თვითონ დაზარალდე, ან სხვა დააზარალო. შეიძლება სასიკვდილო შედეგიც კი გამოიწვიოს. ველობილიკის და ქვეითების თემას რო დაუბრუნდეთ. ზოგადად ქვეითები ძალიან ცუდად მოძრაობენ. თითქოს გათიშულები არიანო და საერთოდ ვერ ხვდებიან მოძრაობის დინამიკას. ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად ფრთხილად იმისთვის, რომ ვინმეს არ დავეჯახოთ და არ დავაზიანოთ. ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ ავტობუსის გაჩერებასთან ჩავლისას. რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს ან შევიდეს. ზებრის კვეთის დროსაც სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ არ იცი რა დროს გამოგიხდება ვიღაცა. სხვათა შორის ქვეითებისთვის ვიდავთქვა, რომ როცა ფეხით ხართ, არ გადაირბინოთ ხოლმე გადასასვლელზე, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა დაგვიანებული ან სულ სწრაფი მოდიოდეს მაგ დროს და აღარც იმას რჩება დრო და შანსი, რომ აგაცილოთ აღარს თქვენ გადასასვლელზე ჯერ სანამ არ დარწმუნდებით, რომ გზა თავისუფალია, არ დაიწყოთ გადასვლა და როცა დაიწყებთ გადასვლას აუცილებლად გადადით ნორმალური სიჩქარით. არ ძოზინით, მაგრამ არც გადარბენით, იმიტომ რომ გადარბენის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია მანქანის კაპოტზე აღმოჩნდეთ. აგერ აქვე სიტუაცია მოიტანა ორჯერ და სანამ მანქანის გასწრებას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ გასასწრების ზოლი თავისუფალია. და აი ამ დროს ხვდები ხოლმე რამდენად კომფორტული და საჭიროა სარკე ველოსიპედზეც კი, იმიტომ რომ შენ რო თავი მოატრიალო, შეიძლება ვერ განსაზღვრო და იმ ნაგვის მანქანაში შეასკდე, რომელსაც ახლა აუქციეთ.
სხვათა შორის ველოსიპედით რომ მოძრაობ 20 კმ/სთ სიჩქარით, ეგ არის 8 მეტრი წამში. ცოტა არ აქვს, ხო?